ახალ წელს შევხვდი ტრადიციულად ოჯახთან ერთად. აი როგორ შეძენის უყურა სუფრის გაშლა და როგორ ისახალისე. თავისთავად ცხადია ტრადიციული საახალწლო კერძებით, გოზინაყით, საცივით, ტკბილეულით და რა ვიცი, კარგი განწყობით, რაც მთავარია მომავლის იმედით. როგორც ვიყავი, ასე ვარ, ვინ ვარ დამილევია, არ მიქეიფნია რა. რატომ ვერ შეძენს? არ მქონდა საშუალება. წინა წლებთან შედარებით რომ შევასაბოთ. წინა წელს უფრო გქონდა საშუალება? რა შედარება? ხარიელა ჯიბეებით. რატომ აი აბა რა რითი რა უნდა ვიყიდო? წინა წლებში ახალი წელი უხაროდეთ ვინც არიან მერიაში, გამგეობაში, იმათი ახალი წელიც და ძველიც. არა უშავს, კარგად, მაგრამ უფრო კარგად იყო შევხედოდე. აი შეძელი შეხედოს. კი. შეძელი. როგორი აი წელს უფრო წინა წელს კარგად იყო, იმიტომ რომ მოსავალი იყო ძალიან ბევრი. ხილი რამე სულ ყველაფერი ძალიან ბევრი კარგი მოსავალი იყო. ეს ახალი წელი კარგი იყო, კარგად დაიწყო ჯერჯერობითა და მე რა იქნება რა. კარგად, ხიარულად. შეძელი ღმერთმა ქნას ეს წელი ისეთი ყოფილიყოს, რომ საქართველო გამთლიანებული იყოს და ყველა მეგობრულად და სიყვარულით ყოფილიყავით. ღმერთმა მრავალი მოგგვაროთ და დიდხანს იცოცხლეთ, იხარეთ. ძალიან კარგად. ჩემთან ოჯახთან ერთად, ჩემთან ერთად კარგად შევხვდით. გილოცავ თქვენ სახელმწიფოს, მთელ საქართველოს ულოცავ ახალ წელს ჩემო გარგო. კარგად. ძალიან კარგად. წინა წლებში როგორ ხდებოდით? წინა წლებთან შედარებით ეხლა უფრო კარგად შევხვდით.